მოგესალმებით ბატონო. Stop. ეგრე სად არის მომესალმები კიდე ჯარი მამინდა. გაიძიქით. აჰა, всё, დისტანცია ეგ არის. ეს არის? ეგ არის დისტანცია. ანუ ზედმეტ ჯარიმას აღარ გამოგიწევთ. აღარ გამომიწევთ. ანუ ბატონო ვასო, თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტი ჯარიმა გაქვთ გამოწერილი, თუ შეგვიძლიათ რომ გითხრათ, აი რა ანუ მე ვარ ჩემპიონი. ჩემპიონი ხართ? ჯარიმე. კი, საქართველოს ჩემპიონი ვარ, მინდა გითხრა ჯარიმებში. ყველაზე მეტი ჯარიმა მაქვს მე. ყველაზე მეტი ჯარიმა გაქვთ თქვენ გამოწერილი. აი გითხრათ რანაირად. იმიტომ მაქვს ყველაზე მეტი ჯარიმა, რომ მეცე შესაბამისად ბევრი დავარღვიე. და ვარ საქართველოს ჩემპიონი. ანუ ეს ვირუსები და რაღაცები კორონები რო ჩაივლის, სოფლიოზე მივდივარ საქართველოს სახელით. აბა? იმდენი ჯარიმა. რა თქმა უნდა, ბატონო, აბა რა, იმდენი ჯარიმა გამოწერილი. კარგი, თუნო ისე ვარ, ანუ შეშინებული, რომ აი გუშინ ვიყავი სტომატოლოგთან. სტომატოლოგთან ვიყავი გუშინ და მეთქი 16 კვილი ეგრევე ამოიღე მეთქი. საღი გაქო და ამოიღე მეთქი და რო წუმიში. 16 კვილი ამოვიღე. რატო? ახლოს იყო, გაიგე და რა ვიცი, მე რეიტყო დისტანცია არ დაიწყო და ხოთასოის ცებეცვე ძალიან თავიდან მიწიდა და მე რეიტი აბილი არის რა. ხშირად გაჯარიმებენ ხოლმე და რაზე ძირითადად აი ეს მაინტერესებს. აი უბრალო რაღაცასაც მაჯარიმებენ რა. აი მაგალითად ეხა გუშინ მაგალითად დამაჯარიმეს ტელეფონზე ლაპარაკობდი რა. ტელეფონზე ლაპარაკობდი. ხო, მე ვალეს ვეუბნებოდი ბიჭო, მოიტანე ეს ფული, როდის უნდა მოიტანო და არა მაქვსო. ხო და არა გაქვს და მოგი ყველაფერი მეტი. და გამოვარ და უცე პატრული და სამკაცზე მეტი შეგინება არ შეიძლება და დამიწერა ჯარიმა. 3000 ლარიანი. ეს საქმე არის, პროსტა ნერვები მეჩნდება რა, ამდენი ფულზე და გადავიხადო ე. კარგი, სულ რამდენი ჯარიმა გაქვთ? სულ მაქვს 77400 ლარი. 77400 ლარი. კი, მაგრამ პოლიცია მითხა რომ ეგო შენი ჯარიმების პიკი არ არისო. პიკს მაისის შუა რიცხვებში ელოდეო. ესე იგი მაისის შუა რიცხვებში. კონკრეტულად რეებზე გაჯარიმებენ? აი ყველაფერზე ვანო რა, ყველაფერზე წერენ ჯარიმას ეს პატრული რა. ეხლა სისულელეზე დამაჯარიმა. ხო. აი სოფელში ტუალეტში გავედი და დამაჯარიმა. სოფელში ხა საკმის უკანა ვარ ტუალეტ რაჭაში რა. და გავედი და კომენდანტის საათია და 3000 ლარი დამიწერა. კი, მაგრამ მე როგორ მაგრამ მოვაგვარე ბატონოვანი, მე პრობლემა მოვაგვარე. ხო. საღამოს 9-ს რო დააგდება 5 წუთი შევალ ტუალეტში და დილის 6 საათამდე ვზივარი იქ. არა ბიჭო, თავრობა მომატყუებდა მე. აბა, არა, ცოტა ფეხები კი მიბუჯდება და წელი, მაგრამ უძლე. არა ბიჭო, ხა ჩემი დგავამდიდრებ კიდე მაგათ. ერთი ისეთი მაგა, რამე კურიოზ ჯარიმას ხო ვერ გაიხსენებ? კურიოზული ჯარიმებიც იყო, კი, კურიოზული ჯარიმებიც იყო. უბანში ბიჭები მოვდიოდით რა, ბიჭები მოვდიოდით უბანში და გავიხედე პატრული მოდის რა, გავიხედე, გავიქეცი ახლა. კომენდანტის საათია ბატონო და გავარბივარ და მომდევს. გაჩერდი მიყრის, მე არ გავჩერდი და გაძალი დაღონებ ხა და გავარბოდი, რა შემეძო მიურბოდი, ბოლოს დავიღალე რა და დამიჭირეს რა და დამიწერეს 3200 ლარი. 3200 აბა 3000 ლარი კომენდანტის საათის დარღვევისთვის და 200 ლარი სიჩქარის გადაჭარბებისთვის. 3200 ლარი ესე მეორე ვარიანტიც ხოდა ძალიან მაგარი, ოღონდ მაშინ გადავრჩით. აბა ბიდი. მაშინ გადავრჩით. ისევე უბანში რა ბიჭები ლუცვავდით რაღაცა და კომენდანტის საათია რაღაცა, რაღაცა და გავიხედი ამ დროს მოდის პატრული. გამოგვეკიდეს პატრული, გაჩერდით ჩვენს გავარბივათ რა და კიდე კაი გზად ეკლესიიდან გამოსული მრევლი იყო რა 60 კაცი. ხო და ამ მრევლში შევერიეთ რა და ჩაიარა ჩვეულებრივად. გადავრჩით ძალიან მაგრა გადავრჩით, ხო. ძალიან უცნაურია კორონავირუსი, ბევრ რამე დაგვანახა ეს. არა, სხვათა შორის ბატონოვანო მინდა გითხრა რომ პლუსებიც აქვს კორონავირუსს. პლუსი. კი, იმიტომ რომ რაღაცა ტერმინები არ ვიცოდით და ეხლა კიდე ვიცით. მაგალითად აი გრიპს COVID-19 ქვია. COVID-19. კი ბატონო. კლასტერი, იცოდი რა იყო კლასტერი? კლასტერი ყოფილა უბანი. ხო. უბანი, აი, შენ რომ კლასტერი ხარ. მე თემკის კლასტერი. თემკის მაგარი კლასტერი. ხო, აი მაგალითად თერმოსკრინინგი რა არის? სიცხის გაზომვაყოფი. თერმოსკრინინგი. თელი ბავშვობა სიცრუეში რომ მაცხოვრებდნენ ჩემი მშობლები. სიცხე გაგიზომვა. მოდი რა მითხარი თერმოსკრინინგი უნდა გაიგე. რატო ქვია თერმოსკრინინგი? თერმომეტრი ხო გიჭირავს ხეშა, ხო იქნება? სკრინინგ. აი და ეგრე არის თერმოსკრინინგი. სკრინინგი, მართლა სიცრუეში ცხოვრობთ, იმიტომ რომ აქამდე მართლა არ ვიცოდით ბატონო. აბა რა. თერმოსკრინინგი რა იყო და თურმე სიცხის გაზომვაყოფი და ძალიან ანუ არც მე სიამოვნო სიმართლე გითხრა რომ არ ვიცოდი ეს სკრინინგი ამის მერე სულ ყოველთვის სიცხეს გულდასაწყვეტიც არის რა ბატონო თერმოსკრინინგს ვიკეთებ თქო ასე ვიტყვი კი ბატონო ეხლა მე უნდა გავიქცე ბატონოვანო იმიტომ რომ უკვე კომენდანტის საათი გადაცა კი 3000 ლარი კი გაქვთ უკვე ერთის მომეხმარ თუ ჩემი ძმა ხარ ესე დაიკავე შენ კი ბატონო თავი უნდა თავი ბატონოვანო ეს არის საუკეთესო პირბადე
პირბადაში იქეთ. აბარა, ესეც მზადდება და მე მაქვს მთელი დასტა. ძალიან დიდი მადლობა. კარგად იყო ივანო. აბა შენ იცი. ვასო ფაკაძე იყო. მოიცა გასასვლელი საიდან არის აქეთ? დიდი მადლობა.